გალაქტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა გუშინ მისი სახელობის მემორიალურ ბინა მუზეუმში. გალაქტიონის ნატერფალები ასე ეწოდება საავტორო მონოსპექტაკლს, რომელიც სოფელ ფარცხანალის საშუალო სკოლაში წერის მოღვაწეობის პერიოდს ეხება. სპექტაკლი ხარაგაულის რაიონის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის არტისტმა იზავ ხოძემ წარადგინა გალაქტიონ ტაბიძის საღამო თბილისის მთავარი ბიბლიოთეკისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება. ჩვენ ისე მივეჩვიეთ აქ მოსვლას და ისე მივეჩვიეთ ახალი აღმოჩენების, ახალი ინფორმაციების მოსმენას და შეთვისებას, რომ უბრალოდ არ წარმოგიდგენია, რომ წელიწადმა გაიაროს გალაქტიონის გარეშე ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში. ის გახლავთ ჩემი კვლევა, სადაც სრულად არის ასახული ის ერთი წელი, რომელიც გალაქტიონმა გაატარა სოფელ ფარცხნალში. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გალაქტიონი ბევრი კუთხით არის ცნობილი, მაგრამ საქართველოში ძალიან ცოტა მიცის, რომ 19 წლის გალაქტიონი მუშაობდა პედაგოგად.